შემოწიფესო. აბა როგორ ხართ, აბა როგორ ბრძანდებით, როგორ გიკითხოთ. მოდღას მივიდეთ ბიოფსიაზე, მე შინია რომ მეთკინება. და რა თქმა უნდა ძალიან შემოუნა ჩემთვის მთელი გამბავი, მაგრამ it's okay. ცხოვრებაში ეგეთი ამბები ხდება. თავარია უფრო უარსები არ მოხდეს. მოდი ახლა გავიკეთოთ ყავა. დავლიოთ და ასე. Oh, es ist geil. შენ ამაში ხო? ფარები ერთი ზოგი. შენ რამდენი? Okay. So. Шага, я давай, уй. ეს რა ყია რა სხვა მასში გაგიშლება. აი ეს. რა, ალა? Მoni რას იქექები ნაგავში. ჩავყარო თუ შენ? დაიწყე. დაიწყე 1 2 ესა. გაიქოსე რაღაც ორი. შო. ჩამოს. მიდი. Gide. Ai. იტამწარი არა ჭამო, კაცო. ამასაც მოურიო. რა ვიცი, წესით უნდა მოურიო და. მოურიო, აგა მოსარევი რა შეიძლება. ეს მერე ისა ჩაქეს როდალე. რა. საერთოდ მანქანა? ო. ეს შალვარი? შალვრები? შალვარი. ვა, 900 გრამი. ეს 900 გრამი იყოს. ყავა იდეალური. ყავა კი არ არის, ეს არის შაქრის ბომბი. ბომბია. ყავა. ხონდა ხალხო აი ესეთი ამბავი. ვაიმე რა ცივა. ვაიმე. სერიოზულად. ვაიმე.
ქალაქშია ცივდა 170 ლარი უნდა მქონდეს ხელზე და რო გამიკეთებენ იმას 2 საათში მეტყვიან პასუხს კბილი არ ხდება. არა ეჭამ ხოლმე კბილთან იმას. რას ჭამ? შაქრიან სოკოს კბილთან. ვერა. ცივდა აუცილებლად უნდა ვასწავლოთ გოგოშვილებს ანას დროს არ გაიყიდონ კაცს და არ ეხვეწონ იმიტომ რომ ქალი ზოგჯერ ისეთი ბუნება ქალს ზოგჯერ უნდა რომ ეხვეწონ და შეიძლება ქალი თუ გაგექცა იგი მას არ ნიშნავს რომ შენთან არ უნდა მაგრამ კაცი თუ წავიდა და შენ თუ სახვეწარი გაგიხდა იგი მას ნიშნავს რომ კაცი შენთან არ უნდა და თუ კაცი შენთან არ უნდა და შენ იმ კაცს ეხვეწები მე ძალიან მსოდო ხარ და ძალიან მტკივნეულია ამიტომ უნდა ვასწავლოთ გოგოშვილებს რომ არასოდეს არ გაეკიდონ კაცებს ხო ეგრეა იგა კაცი თუ წავიდა იმას არ უნდა იმ ქალთან აი ქალი შეიძლება გაიქცეს გაბრაზდეს გაიქცეს იმიტომ რომ ეს კაცი გამოეკიდოს დააბრუნოს მაგრამ კაცი თუ წავიდა ზოგადად ეგ უკვე ძალიან ცუდია გაქცევა გამოქცევა მაგრამ ქალი გარბის 70-80% მაინც უნდა და კაცი თუ წავიდა 1%-იც მეზედმეტება მობრუნების ო და ვინც გარბის არა კაცი შეიძლება ნახე მანდაც არის კაცი შეიძლება წავიდეს იმ პონჩი რომ თუ ქალმა უთხრა თვითონ კი არ უნდოდა შეიძლება მაგრამ ქალმა შეიძლება უთხრას იჩხუბეს რაღაცა მოხდეს აი შეიძლება კაცი წავიდა ქალი რო უყვარს ისე მაგრამ მაგ შემთხვევას არ ვამბობ ანუ აი რო გაიქცა რა იმენა კაცი თავის სურვილით რო წავიდა მაგაზე ვიცახი ოღონდ მაგრამ კაცები არ მიდიან სანამ არ გადაწყვეტილება არ აქვთ კაცი რომ მიდის უკვე მიდის მაგას მიზეზიც ვინც გინდა იყოს ხალიც იყოს კაციც იყოს და მე ნუ ეხა როცა ადამიანი მიდის და გეტყვის რომ მორჩა და არ მინდა ან თავისი ნებით თავისი სურვილით თავის სურვილით მაგას ეხა რა გინდა ხალი იყოს გინდა კაცი რა ვიცი ანუ ეხა ჩვენ ეხა ასე გარედან ვერდიდან საუბარი ადვილია მაგრამ ხო ჩვენ ძალიან ზედაჭრილიდან ვამბობთ რა ზოგადად ვინც მიდის ანუ ნუ ეხა
ადვილი არა, მაგრამ ნუ გაქცეულის დადევნება შეცდომა. ნუ აი ქალებს აქვთ ხოლმე რაღაცა ეწყინება რაღაცა და აი წავედი და რაღაცა, მაგრამ ანუ კაცს სხვანაირად აქვს, ანუ არა ქალსაც აქვს. რა თქმა უნდა, ქალმა თუ გადაწყვიტა მორჩა, არ არსებობს მანდაც არაფერი, მაგრამ აი ქალთან მაინც სხვანაირად არის რა, იმას ვიძახი. ზოგადად ვიტყვი ხან ესე იგი არ ვიცი ყველა თავისებურად ვიბერა ზოგადად ვისაც არ უნდა შენთან მოდი ასე ვთქვა ანუ კარგი ვისაც შენთან არ უნდა და მიდის აი გეტყვის რომ არ მინდა შენთან და მივდივარ აი ეს თვალებში ჩაქედავს და გეტყვის აი ეს всё წერტილი უნდა დაუსვა ყველა ვარიანტში გაუმართლე თუ თვალებში ჩაქედავს და გეტყვის მივდივარ და შეამჩნევ რომ არ უნდა მაინც უყარ ხარ რა თუ თვალებში ჩაქედავს და გეტყვის მივდივარო და არ მინდა შენთან და შეამჩნევ რომ მაინც უყარ ხარ ეგეც ხო არის ხოლმე ანუ გაბრაზებულზე მაგში იცი რა არის ყველა ვარიანტში მაქსიმუმ ერთ პირაში უკან მობრუნდები აი მაგას ხედავ ეგრევე რა სულ რომ შენ არაფერი ქნა კაც მაინც მობრუნდება რა ხო მაგრამ მაგას ამჩნევ ყველა ვარიანტში ხო ანუ ეხა ბრმა თუ ხარ არ ვიცი ამიტომ არის აი ეს იმაში დროის კარგვა რომ ვაიმე და გამოგეკიდო და ზდიო ვიღაცე ო არ არის სწორი იმიტომ რომ ეს გიბადო ზდიო მე რა ამდენი ზგინდა არა მე მინდა რომ აი ჩემმა შვილმა გოგომ მე გიცოდეს რომ კაცს არ ეხვეწოთ აი მე რასაც შინელება ქალიო კაცს ეხვეწება ანუ კაცი აი კაცს რომელსაც არ უყვარს მოდი ესე ვთქვა თორე შეიძლება შეგეშალოს და შეიძლება შეეხვეწო კიდევაც კაცს რომელიც შენს გიყვარს და იმასაც უყვარ ხარ ყველაფერი ხდება ცხოვრებაში მაგრამ კაცს რომელსაც არ უყვარ ხარ და ირო ხედავ რომ არ უყვარ ხარ და რომ ეხვეწები მაგაზე საცოდაო არაფერი არა ქალისთვის თავის დროს ლექსის უსტის ნიშანისა აი ხო იმედიც აი გაიქნებ რომ იქნებ ამ ცხოვრებაში იქნებ კიდე უყვარ ვარ ხო არის მაგის იმედიც თავის იმედი უნდა იქონიო მარტო ბოლომდე სვის ყველა დაარჩენი მაინც სხვა არის ანუ იმედზეც არ არის ხო გიყვარს და იმედი რა შუაშია იცი რა არის გიყვარს და არ გინდა რომ წავიდეს მე მაგალითად ესე ვფიქრობ ანუ ძალიან ძნელია ეგ მე ისეთი ადამიანებიც მიყვარს ვისი დიდი იმედიც არ მაქვს ძნელია მაგრამ რამენაირად უნდა შენს თავთან უნდა იმუშაო არა იმაში გაატაროთ რომ იმას ზდიო როგორმე ეცადო დაივიწყო და ამაზე იმუშაო იმიტომ რომ ვინც შენ გიყვარს და საფასუხოდ მოდის ხებზე დაკიდება შეიძლება წამთრივი სიყვარული რამდენია ალფი ტანჯება იმან ცლობით მაგრამ მაინც რომ 10 წლის თავზეც თუნდაც დაივიწყე და ცხოვრებას გააგრძელებ ეგ არის მაგარი და ნახე აი მან კიდე ძალიან ბევრი რაღაც არის მე ადრე პატარა გოგო რო ვიყავი მჯეროდა ეგრე რომ ადამიანებს თუ ერთმანეთს უყვარს აშორდებიან მჯეროდა რომ დაშორება მარტო შეიძლება მაშინ როცა ერთმანეთს ანუ მე აი დღემდე ეხლამდე მე ეგეთი ადამიანი ვარ რომ ვერ წარმომიდგენია რომ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და დაშორდე მაგრამ გავიგე ანუ მესმის რატო შეიძლება დაშორდე თუ არ გიყვარს ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს თუ უყვარ ხარ თუ გიყვარს და უყვარ ხარ მაგალითად შეიძლება ადამიანი არის დამოკიდებული ხო ამ ბევრი ქალის პოსტი მინახავს რომ აი გადავყევი ჩემი ცხოვრება დავდე მაგრამ ვერ გამოვიყვანე შვილები გამიუბედურდა მე დავნევროზდი მე გაუბედურდი და აი გოგოებო არ ქნათ ანუ ძალიან ბევრი ქალის პოსტი მინახია კი არიან ქალები და აი დიდი ჩემი თაყვანისცემა მაგ ქალებს ვინც მაგას უძლებენ მაგრამ მეორე მხრივ როგორც გოგოს დედას მე არ მინდა რომ ვიღაცა ხუშტურებს ვიღაცასაც ჩემმა შვილმა უძლოს თუმცა მესმის რომ შეიძლება ძალიან გიყვარდეს და გინდოდეს რომ დაეხმარო და გადაარჩინო მაგრამ თუ ადამიანს თვითონ არ უნდა იმ ადამიანს ვერ გადაარჩენს ვერავინ და თუ თვითონ უნდა კი მაშინ შეიძლება მაგრამ რამდენ პროცენტს უნდა ხოლმე ნამდვილი სურვილით ისეთი სურვილით რომ მზად არის რომ ისეთ ლომკას გაუძლოს რომ აი დასაბმელი როა ტკივილის რამდენია მაგისთვის მზად თორე ისე ყველას უნდა კაცს თავის განებრი
ლამაზი ბიჭები. დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი. აი მე რა სიტყვაა. იმ დღეს ვიძახდი, არაფერი არ არის მეთქი იმადლე დიდი დახმარება და მადლი პატარა შვილების დედას რო ეხმარება. ისეთი ძნელია პატარები რო არიან. მე რო წამოიზდებიან ისე აღარ არის. Damn it. Hada მოკლედ ასე ხალხო. გოგოებო. აი ეს ამნიშნულოვანია, რა ვიცი, ამაზე აი უნდა იყოს საუბრები სახში რა ეგეთ თემებზე რა. ანუ სწავლა არ არის მარტო საგნების სწავლა. შვილის გაზდა არ არის მარტო ის რომ გაიზარდოს საჭმელი კონდეს ახლი დალაგებული იყოს. შვილის აღზრდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმდენი შეცდომა შეიძლება აერიდოს, იმდენი. რა თქმა უნდა, ხა ყველაფერი ვერა, მაგრამ ძალიან ბევრი. აი ესეთი საუბრებით. სანამ ბავშვი არის ჩაბეჭდილი უნდა კონდეს თავში. რა უბაღაო. ესე ხახო რაღაცა უცნაურობა მჭირს. დღეს იქიდან რომ მოვალთ, თუ კაი პასუხი მითხრეს და თუ ცუდი მითხრეს, მაშინაც რა ვიცი. ისა ხაჭაპური მომინდა რაღაცა. მე და ხაჭაპური რომ მომინდა რაღაცა უცნაურად არის საქმე, ხო იცით. მაგას რა ჯობია თუ მომინდა. მაგრამ აქ წესი ხაჭაპური ვარსად იყიდება. და კარგათაა ყველაფერი და ყოფილა ხაჭაპური თუ მომინდა. და რა? და რა? კარგად ყოფილა ყველაფერი ხაჭაპურს თუ მომინდა? არა, ძალიან უცნაური. არა. ამას ლობიანი ვიყავ. ანდრიას უქოჭა. ანდრიასაც ლობიანი უკვე. ანუ განა არ წამენ ხაჭაპურს, მაგრამ ლობიანი ურჩევნიათ. აუ და რასა კაიფობდი? ჰა? რასა კაიფობდი? მოცულობაში ასე გადადა. ბავშვისა. ნელა იქ კრაზანები არ გამოცვიდნენ. ზასაკაიფა ესე ის რა არის რა თქვი. მდგალი. ბავშვობაში ისე მინდოდა ესეთი ქოლგა. რა გარცმულ თქმა. ხელის გადავატრიალე. ეთყობა რომ უხარისხო არა. ხო, აი ეს მე რომ აქ გამჭვირვალე, იმას ხელი მოკიდე რა უხარისხოა და ეს კიდე როგორი ხარისხია. ფასი აქ. ხო, მაგრამ ეს 11 ლარად ვიყიდე, ის 13-ად მაქვს ნაყიდი, მაგრამ იმას ფასი რადნო იქონდა 13 და ეს ფასდაკლებით იყო 41 ლარიანია. ამაზე რატო გამიკეთეს ისი ეგ ფასდაკლება, რომ მომატყუეს 3 ნივთსო 1 თეთრად მოგცემთო. ამასაც მაძლევდნენ 1 თეთრად, 1 თეთრად. და 40 ლარის იყიდეო და 3 ნივთს 1 თეთრად მოგცემთო და რომ ვიყიდე, არაფერიც არ მომცეს და გავასაჩივრე. მე ეს მომცეს 11 ლარად, 41-ის ნაცვლად. მაწონი მაგარო სულ არ მახსოვდა. ახევარი ბანკა. სიცოცხლე. ესე იგი ნახევარი ბანკა. ორავე გუში ხო აიღე. ეხა სანამ წავალ 3-დან 4-ის ნახევრამდე დამიბარეს. სანამ წავალთ ისა მინდა რომ რაღაც საჭმელი გავაკეთო, რაღაცა ბროკოლის სუპი ან რამე. ვა, ბროკოლის სუპი გაიგო. სუპი გაიგო. ყველას გავხერდა.
მიდი არ მოთხოვს დღეს. სადღაც თოვდა. ვიდეო. სვანეთში თოვს გას. ვიდეოები დევს, რა თოვს. ამენ შეწერა რომ 20 გრადუსი იქნება. როგორ ძალიან იცლება ეს ამინდი. შენ 20 კი არა, აჰა. იქნებ შუა დღესაც იყოს. 15 თუ არ საათზე იქნება. ახლა 14. 14 ხო? იქამ კიდე მეორე შემოიცვა, მე ვზივარ, თან შიგნით არაფერი მაცვია. გმირქალივით ვზივარ, თებქალივით. რატომ გაცებული? არ ვარ გაცებული. გუშინ ხო არ უიმე ხალხო, ესე იგი მე ამათმა რაც რამდენი ხანი გავიდა შარშან შემოდგომაზე ხა გადის ერთ წელსაც უნდა გავიკეთო. გრიპის ვაქცინა ხო გავიკეთე. აი თქვენ ხო როგორ იყავით ცუდად, ნახე მე როგორ გადავიტანე. აი ვაფშე. აი პროსტა გვერდზე ჩამიარა რა, არც ამტკივდა, ანუ აი ვიგრძენი რომ აი რაღაცა და გაიარა. თუ რაღაცა ძალიან ძლიერი არ არის, რომ არ მხდის. გაციება მხარი გამკრა და გაიარა. მე როგორ მიყვარს შემოდგომა, ღმერთო როგორ მიყვარს. აი ჩემს სულშია პირდაპირ ნახე ეს ფოთლები, აი ეს სხვადასხვა ფერის ფოთლები, ეს შემოდგომის რაღაცა ნაცრისფერი დღების, აი არ ვიცი просто როგორ მიყვარს. იქ სვანეთში შირი ტყეები რო არის ფოთლების სიყვით. ნახევრად აურასი ლამაზე იქნება. ჩვენ დაჟე როდის ვიყავით, უფრო გვიანაც ვიყავით, ნოემბერში ვიყავით. ეხლა წასვლა კაია. ადრე პირველად რო ვიყავით, ნოემბერი იყო, ხო ძალიან როციოდა. ნოემბერის ბოლოს ყინავდა. ეხლა უნდა წახვიდე ოქტომბრის შუა რიცხვამდე. აი ეხლა ხო არის ოქტომბერდა წაიღო კაი ხორცი. წვადი შე. ჩვენი მაყალი ჩაიდო მანქანაში. ესე ჩემოდანივით ჩადე. და всё, გააგორე, გაიმწვადე. შორიც არ არის. ნახო, 1-40. ჩემ მანქანაა? იგაცო, რახსა, შენ მანქანა ის პასატკა მაღალია, ძალიან მარტივადაა. ტიბი ბოთოლო. აი, მაგინა. ჩემი სიყვარული როგორია შავიდა რა კუჭა ჩემი. აი ამინს შეარჩევთ ახლა. რა საბადურის ტყეში. ვიფასებო დავლიეთ ყავა. გაიღვიძა ევამ. დალაიქით ვიდეო გამოიწერეთ არხი. აუცილებლად გააგებინებთ დღეს იქ რას მეტყვიან. მიყვარხართ.